შემდეგი პირი, რომელიც გამოკითხვაზე გახლავთ მოწვეული არის თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი წევრი ბატონი შალვა უგბაიძე, რომელსაც მისი ოჯახის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი უბედურება გადახდა თავს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მათ შორის ქონებრივი უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები ჰქონდა ადგილი და ასევე მისი ოჯახის წევრები იქნენ დაპატიმრებულები და ადგილი ჰქონდა ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სამდივნოს ვთხოვ, რომ ბატონი შალვა მოიწვიოს სხდომის დარბაზში. მობრძანდით ბატონო შალვა, მოგესალმებით დიდი პატივისცემით. გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და შეუდგეთ მუშაობას. ბატონო შალვა, პროცედურა მოითხოვს, რომ უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ კომისიის წინაშე განზრახ ახსნა განმარტების მოცემა, ასევე კითხვებზე პასუხის არ გაცემა ან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით და ამ გაფრთხილების დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც თქვენ სამდივნომ გადმოგცათ და იმედი მაქვს უკვე გაეცანით. მოგესალმებით, გალბატონო თეა, მივესალმები თქვენ ამირწმუნებული კომისიის თითოეულ წევრს და მადლობას გიხდით მოწვევისათვის და წაკითხული მაქვს გავეცანი და რა თქმა უნდა ვაწერ ხელს. გთხოვთ. დიდი მადლობა ხელმოწერისთვის და ასევე დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონო შალვა. სანამ თქვენ შემოგძანდებოდით, მე 2-20 სიტყვით ვთქვი, რომ ძალიან ბევრი უბედურება გადაგხდათ თავს თქვენს შვილებს, ოჯახს, კოლეგებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, იქნებოდა ეს თქვენი კერძო ბიზნესი თუ სპორტული ფედერაცია, რომელსაც თქვენ რომლის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელიც იყავით სხვადასხვა პერიოდში და სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით ვისურვეთ თქვენი მოწვევა. მადლობა მობრძანებისთვის მიუხედავად თქვენი დაძაბული გრაფიკისა თბილისის საკრებულოში. გთხოვთ 15 წუთის განმავლობაში ქრონოლოგიურად თუ მეტი დრო დაგჭირდებათ, ამასაც გამოვყოფთ, არ იქნება პრობლემა. ქრონოლოგიურად ისე რომ პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის, ვინც გვისმენს, აქ გვესწრებიან პარლამენტის სტაჟიორები, მაგრამ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც ჩვენს კომისიას თურმე თვალს ადევნებს, არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მხოლოდ აქ დამსწერ სტაჟიორების ოდენობა და ასევე მოსახლეობა გვისმენს, ბევრი მათგანი. მათთვის რომ გასაგები იყოს, ამიტომ გჭირდება რომ ქრონოლოგიურად და ის ფაქტები, რაც თქვენ შესაძლოა იფიქროთ, რომ ჩვენ ისედაც ვიცით და შეიძლება ისე მოიხსენიოთ, რომ ჩვენთვის გასაგები კი იქნება, მაგრამ სმენელისთვის გაუგებარი აღმოჩნდეს. მაინც დეტალურად რომ მოყვეთ, რომ ეს ვინც არ იცის, მისთვის იყოს პირველ რიგში გასაგები. აი ამ ფორმით თავისუფალი თხრობის რეჟიმში გთხოვთ 15 წუთის განმავლობაში გითხრათ რა შეგემთხვათ. გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმები და მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის და თქვენ ძალიან სწორად დასვით თქვენ შესავალ სიტყვაში აი ამ კომისიის მუშაობის დაწყების წინ აქცენტი თუ რა უნდა რა მიზანი აქვს ჩემს საქმოსვლას და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას და ძალიან არ დამალავ ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი გულწრფელად მეკითხება რომ აი რას მოელი ამ კომისიისგან. საქმე ის გახლავთ, რომ 2003-2012 წლებში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხომ 6, 8, 12 წლის იყო და მათ უბრალოდ არ იცოდნენ თუ არ გაუგიათ, არ იცოდნენ, ვერ შეესწრნენ, პატარები იყვნენ, თუ რა იყო რეალური რეპრესია მაშინ. როგორ ხდებოდა სახელმწიფოსათვის, ხელისუფლებისათვის მიუღებელი ადამიანის, ასე ვთქვათ,
გარკვეული რეპრესიული რეჟიმში ჩაყენება და ამ ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისათვის გარკვეული, ასე ვთქვათ, ყველაზე რბილი შეფასება დისკომფორტის შექმნა. აი, ამიტომ დავთანხმდი და მეორე ნაწილი იმიტომ დავთანხმდი, რომ მე ვიტოვებ ესეთ ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ კომისიის მუშაობის დამთავრების მერე საკმაოდ მძიმე მე რასაც უსმე და უამრავი მაყურებელი ყავს ამ კომისიის პირდაპირ გადაცემებს, ძალიან მძიმე დასკვნა დაიდება ამ კომისიის მუშაობის, რომელიც დააჩქარებს თავსმოხვეული კოჰაბიტაციის აი იმ პერიოდში 2012 წლიდან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შემდგომ გარკვეული პროცესების დამუხრუჭებას, აი ამ პრობლემას მოხსნის, მათ შორის ჩემის, მე მარტო არ ვარ, მე ვსაუბრობ იმ ადამიანების სახელითაც, რომელთა მიმართაც განხორციელდა ფინანსური ქონებრივი რეპრესია. რა არის იცით, ქონებრივი და ფინანსურ შეშველება, მე ახლა ვარ ცოცხალი ჯანმრთელი ადამიანი, უკეთეს ბინასაც ავაშენებ, უკეთეს საწარმოსაც ავაშენებ, როცა ჩემს საჯარო სამსახურს მორჩები, ძალიან კარგი სპეციალობა მაქვს და გამოცდილება, მაგრამ არ მოჭრილა იმდენი თანხა და იმდენი ფული, რომელიც ჩემი შვილების და ჩემი თანამოქალაქეების, ოჯახის წევრების წამების სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, შეიძლებოდა რომ გადახდილიყო. ამიტომ მე ვიტოვებ უფლებას, რომ და სხვათა შორის ამაზე ჩემი ცოტა მოგვიანებით ვიტყვი ამ ჩემ ფინანსურ რეპრესიებზე, მაგრამ როგორ დაიწყო ჩემი, აი როგორ მოხვდი ამ მაშინდელი ხელისუფლებისათვის მიუღებელ ადამიანთა ნუსხაში, ესე იგი ადამიანი, რომელიც ჩემი წინა გამოსვლილი ბატონ თემური და მე კოლეგები ვიყავით მეორე მოწვევის საკრებულოში, აი მაშინ 2003 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, მე დავინიშნე ერთ-ერთი ყველაზე იმ პერიოდისათვის სახელგატეხილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად და მე ვარ ამაყი, რომ პირველმა ვთქვი ეს ფრაზა, რომ დღეიდან საგზაო პოლიციელი გრთამს აღარ იღებს. და პირველივე დღეებში, პირველ 3 დღეში ხომ პრაქტიკულად მოიშალა ის პირამიდა, რომელიც იყო თანხის საკრეფის, ეს იყო გაუკუღმართებული წესი, როდესაც სახელმწიფო ხელფას არ უხდიდა საგზაო პოლიციელს, აღჭურვა გარკვეული უფლებებით, მიცა კვერთხი, დააყენა გზაზე და შენი სარჩო საბადებელი შენ თვითონ უნდა იშოვა. აი ეს ცუდი სიტუაცია დაგვხვდა. პირველივე დღეს ამავე შემადგენლობასთან, როდესაც მე საჯარო დეკლარაცია შევავსე, რომ დღეიდან სხვა ცხოვრება იწყება, ხომ? პირველივე დღეს გავაუქმე ეგრეთ წოდებული ტეგ დათვალიერება, რა ვიცი, ტეგ დათვალიერება მაშინ არ ტარდებოდა, ეს იყო ფულის კუპიურის დათვალიერება. პირველივე დღეებში გავაუქმეთ მინდობილობის დამოწმება, ეს რაღაც უდიდესი სისულელე იყო, რომ ადამიანს ენდობა ნოტარიალურად ამოწმოს და მე უნდა მისულიყავი საგზაო პოლიციის შენობაში და უფასოდ უნდა დაგემოწმები. ბევრი ასეთი თანხის გასაკეთებელი, ასე ვთქვათ, აღარაფერს ვამბობს მართვის მოწმობის გაყიდვაზე, პირდაპირ გაყიდვაზე გარკვეული ტარიფი იყო და აღარაფერს ვამბობ ავტომობილების განბაჟებას, მე განბაჟებას ბჭყალებში ჩავსვავ, განბაჟების გაუკუღმართებულ წესზე, აი ეს დამხვდა პირველივე დღეს და პირველივე დღეებში ესე იგი მე აუკრძალე უმიზეზოდ გაჩერება, აუკრძალე ეგრეთ წოდებული რეიდები და ასე შემდეგ, ანუ აი ამ პირამიდას, თანხის საკრეფის ამ პირამიდას ხომ თავი ქონდა უკვე მოჭრილი, ამიტომ რიგით თუ სადმე, მე ხო ჩვენ ჯადოსნური კვერთხი არ ქონია, მაგრამ თუ სადმე ვინმე კიდე რაღაცას გაბედავდა, ეს იყო მისი კონკრეტული ერთი ადამიანის ლოკალური და არა სისტემური დანაშაული. ამის შემდეგ საკმაოდ კარგად მივდიოდით, გახსოვთ მე ჩვენ დავიწყეთ კამპანია უსაფრთხოების ზღუდების შემოღებაზე, რომელიც მე გავაგრძელეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და ასე შემდეგ და ამის შემდეგ მე მირეკავს ერთი დღე არის გელა ნიკოლაეშვილი, ჩვენთვის ცნობილი უფლებადამცველი, მაშინ და მეუბნება რომ იცით რა, რატი ალექსიძე თხოვა რომ თქვენთვის მომემართა რომ მისი ავტომობილი, რომელიც არის ჩამორთმეული, დგას საჯარიმო
რომელიც იდგა საჯარიმო მოედანზე, მაშინ რატი თუ არ ვწდები კიევის დინამოში თამაშობ, თუ არ ვწდები, მოკლედ საქართველოში არ თამაშობდა და ამ ავტომობილს ხშირად ხედავენ ჩამორთმეულ და რომელიც უნდა მდგარი იყოს საჯარიმო მოედანზე, ხშირად ნახულობენ ქალაქში სხვადასხვა ადგილზე და ეს ავტომობილი გამორჩეული იმით იყო, რომ მაშინ ეს ეგრეთ წოდებული ყბადაღებული X5 ახალი შემოსული იყო და ფერიც ისეთი ჰქონდა, რომ აი თვალს იტაცებდა და ასე ვთქვათ, აი ყვიროდა, რომ ის ერთი ცალი იყო ლურჯი ფერის. მოკლედ აი ეს შემდგომ მე ვურეკავ იყო ასეთი პროკურორი მამუკა გვარამია და ის მეუბნება რომ ეს ავტომობილი დგას პროკურატურის შენობაში, რა თქმა უნდა იტყუება და ყოველ შემთხვევისათვის ასეთი შევთანხმდით რომ ის დაკავებაზე უნდა გადაგვეცა. ჩვენ გადავეცით დაკავებაზე ეს ავტომობილი და 9 საათში მირეკავს თვითონ რატი ალექსიძე და გელა ნიკოლაიშვილი და მეუბნებიან რომ ეს ავტომობილი მათ იპოვეს მშრალ ხიდზე, აი სადაც სუვენირები იყიდება ეროვნული რეწვის ნიმუშები, როდესაც საზღვარგარეთ მიდიოდა რაღაცებს რომ ვიძენთ ხოლმე სუვენირებისათვის. მე ვუთხარი რატის რომ ეს ავტომობილი უნდა წარმოედგინა საგზაო პოლიციაში წინა, იმიტომ რომ ეს ავტომობილი იყო კანონ გარეშე და ამისთვის უნდა გაფორმებული შესაბამისი პროცედურები უნდა ჩატარებულიყო და როგორც გადმომცეს ქალბატონი იჯდა მანქანაში, რომელიც არ ვიცით ვინ არის, მაგრამ ძღოლი იყო თუ არ ვწდები, როგორც გადმომცეს კობა სუბელიანი. სულ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ავტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა, მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე, ვერაბიშვილის თუ უშიშროების საბჭოს ზუსტად თანამდებობა არ მახსოვს, ჯერ ქალაქის მერი არ იყო. ხო და აი ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო, რომ ესე იგი შავი პიარის აგორება, იმავე საღამოს მე მიბარებს მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროში და მე ვწერ განცხადებას და გადადგომას ვაკეთებ, გადადგომის შესახებ განცხადებას ვაკეთებ და ამის შემდეგ იწყება, რაც ყველაზე მძიმე გასამკლავებელია, ეს არის შავი პიარის აგორება, რომ მე გაგაწყვეტინებთ და ბატონი ალექსიძეც აქვს კითხვის სურვილი ამ ეტაპზე. ესე იგი, თქვენ ოფიციალურად თქვენს თანამდებობას ერქვა საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი. დიახ. ექვემდებარებოდით შინაგან საქმეთა მინისტრს უშუალოდ. ვინ იყო ამ დროს მინისტრი? გია ბარამიძე. ბატონი გიორგი ბარამიძე. მოგმართათ ადვოკატმა და გეუბნებათ, რომ მისი, ასე ვთქვათ, კლიენტი, როგორც ვქვია, ამბობს, რომ საჯარიმოზე, რომ უნდა იდგეს მისი კუთვნილი ავტომანქანა, მას უკანონოდ უწევს ვიღაცა ექსპლუატაციას და გთხოვათ სამართლებრივი რეაგირება. რა თქმა უნდა. ხომ არ გახსოვთ, რის გამო იდგა ეს მანქანა საჯარიმოზე? აი ეს გახლავთ სწორედ ის მიზეზი, რის გამოც შემდგომ ჩემი უსიამოვნება გაგრძელდა. საქმე გახლავთ ის, რომ აი მე რომ ვახსენე ჩემ შესავალ სიტყვაში, რომ მე დამხვდა ბრჭყალების გარეშე ვერ მოვიხსენიებ მეთქი განბაჟების გაუკუღმართებული სისტემა. აი ასეთი სქემა იყო, ასეთი სქემა მუშავდებოდა მაშინ, რომ საზღვარგარეთ ვიღაც ადამიანი, სხვათა შორის ის ადამიანი, ვინც ვითომ მოტაცეს, ის ადამიანიც და ვინც შემდგომ მოიტაცა და ჩამოიყვანა, ხომ? ორივე კმაყოფილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის ადამიანი რო დარწმუნდებოდა, რომ მან საზღვარი ამ მოტაცებულმა ავტომობილმა დატოვა ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარი, მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადებდა ის სადაზღვევო კომპანიაში. ანუ ის ამ თანხას ინაზღაურებდა, მაგრამ რეალურად კიდდა, კი არ იტაცებდა, ანუ დრო დავაზუსტო. რეალურად კიდდა, რა თქმა
ყიდდა. როდატოვდა იმ ქვეყანას, ამის შემდეგ განაცხადებდა სადაზღვევო. დიახ და რომ თითქოს და მას გასტაცეს. სინამდვილეში ფული ქონდა აღებული, რა თქმა რომ უნდა, ეს გავიდა. არც თუ იშვიათი შემთხვევა იყო, ხოლო აქ ჩამოსული სატრანსპორტო საშუალების წყარებში გაправება ხდებოდა უკვე, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო სივრცეს და მოექცევა საბაჟო სისტემაში, იხსნება უნდა გაიხსნას შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც გარკვეული ვადა ჰქონდა, იმ ვადის დახურვამდე ან დახურვისთანავე უნდა ავტომობილის განბაჟების თანხა უნდა იყოს გადახდილი. საქმე იყო ასეთნაირად, რომ საგზაო პოლიციაში მუშაობდა ასეთი სქემა, მე რომ მივედი, რაც დამხდა. ნებისმიერ თქვენთაგას რომ შეგეძინათ რაღაც ძველი მეორადი ავტომობილი, რომ მიხვიდოდით, გარეთ აღხვდებოდათ ადამიანი, რომელიც თქვათ მაგალითისთვის $1000 მაგივრად რაც განბაჟების თანხა იყო, გეტყოდათ რომ აი $600 გაგიბაჟებ ამ ავტომობილს და ნომრებს გამოგიტან. ეს ადამიანი შედიოდა ამ შენობაში და გამოქონდა თქვენ სახელზე გაფორმებული ასეთ წიგნაკი, ტექნიკური პასპორტი მაშინდელი და სახელმწიფო ნომრები. ხოლო არც ერთი თეთრი იმ თანხიდან ბიუჯეტში არ შედიოდა. აი ეს კანტორა პირველივე დღეს დავხურე და მე ვარ კიდევ მეორე ძალიან ამაყი რომ ეს პირველივე დღეს მორჩა და ეს აისახა ბიუჯეტში თუ ჩემს დანიშნამდე შედიოდა რამდენიმე 100,000 ლარი თვეში ჩემი დანიშნვის მერე რამდენიმე მილიონმა დაიწყო შესვლა ანუ უბრალოდ ფიზიკურად სხვა ჩემი მუშაობის პერიოდში ერთი მანქანაც კი არ ყოფილა, ასე თქვათ. კი ბატონო, ამ კონკრეტულ მანქანასთან რა იყო მომხდარი? აი ეს მანქანა იყო ანალოგიური წესით შემოყვანილი, როდესაც მისმა მფლობელმა სულაც არ იცოდა, რომ ის მანქანა სადმე მოპარულია, თუ აქ ნომერი არის შეცვლილი და ყალბი ჭალებში VTT არის გამოწერილი ეს საბაჟო დოკუმენტი, რომელიც უნდა დახურულიყო და ამიტომ ის არის კეთილსინდისერი მყიდველი, იმიტომ რომ მას სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა მიცა სატრანსპორტო საშუალების და სახელმწიფო ნომრები მიცა. ამიტომ ამ შემთხვევაში რატი ალექსიძე იყო კეთილსინდისერი მყიდველი და ამიტომ მისი ავტომობილის ჩამორთმევა მე მიმაჩნდა არასწორად და აგრეთვე იმ დავალების შესრულება აღარ მახსოვს ალბათ 14 თუ 15000 ავტომობილის ნუსხა გადმომიგზავნეს და ჩვენ პროკურატურიდან და ჩვენ დაგვავალეს რომ ეს ავტომობილები უნდა ამოგვეღო. ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილის დრო. და მე რა თქმა უნდა უარი ვთქვი, იმიტომ რომ მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს ადამიანები რომ ხშირ შემთხვევაში მესამე ხელი და მეორე ხელი იყო და კეთილსინდისიერი მყიდველები იყვნენ და არავითარ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის ჩვენ არ უნდა ჩამოგვერთმია. ბატონშალო, ამ სიაზე გკითხავთ, მაგრამ ბატონი რატის მანქანას რო დაუბრუნდეთ. შესაბამისად, თქვენ თვლით, რომ მას უკანონოდ ჩამოართვა სახელმწიფო მანქანა, გააჩერა ყოველ შემთხვევაში ბატონმა რატიმ ასე იცოდა, საჯარიმო ავტოსადგომზე და ერთჩვენიერ დღეს მან აღმოაჩინა, რომ ეს მანქანა ავტოსადგომზე კი არ დგას, არამედ მისი ვიღაცა სარგებლობს. არა მხოლოდ სარგებლობს, არამედ უკვე ამ ავტომობილის ვიზუალურადაც კი, როგორც მან შეამჩნია, უკვე ეს ავტომობილი საკმაოდ შელახული იყო, ეს არ იყო ერთჯერადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. შესაბამისად, ვიღაცამ დაისაკუთრა, ასე და ვიღაცამ დაისაკუთრა. და მოგმართათ თქვენ, როდესაც მიმართეთ პროკურატურას და დაიწყეთ გამოკვლევა, აღმოაჩინეთ, რომ ამ მანქანით, რომელიც ავტოსადგომზე უნდა მდგარიყო, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობდა ბატონი გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრი ქალბატონი. ამას ამბობთ? დიახ, როგორც გადმომცეს მისი მეუღლე იყო, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მოკლედ გიგი უგულავა, გიგი უგულავას, დიახ. ეს რომელი მეუღლე იყო, ხო არ იცით? პირველი. ნომრებით არ ვიცი და გვარი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მახსოვს. პირველი მეუღლე როგორც მაშინ. იმდროინდელი ეს ხდება 2000 რომელი წელია? ეს იყო 2004 წლის იანვარ-თებერვალი. რომელიც იყო ქალბატონი მეუღლე სარგებლობდა უკანონოდ
ამ მანქანით, სხვისი მანქანით. რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მეტად დაინტერესდით თქვენ ამ საკითხით, მით მეტად წამოვიდა თქვენს წინააღმდეგ პრობლემები, ამას ამბობთ? და დაგიბარათ გია ბარამიძემ. დიახ. მინისტრი. ეს ერთ დღეში მოხდა ყველაფერი, ეს აი უცბად ზვავისებრი ეფექტით მოხდა, იმიტომ რომ ძალიან რეზონანსული ეს გახდა მედიის კუთვნილება, ეს მინისტრმა რომ დაგიბარათ. დიახ. საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი. რა გითხრათ? რაში მდგომარეობდა თქვენი ხარვეზი? მან მითხრა რომ აუცილებელი იყო ის ძალიან ცუდად იყო საქმე. მან ისიც კი ახსენა რომ რა ვიცი ალბათ ეყოფა სიტყვა ვაჟკაცობა არ ვიცი თქვა, მაგრამ ეყოფა კეთილსინდისიერებას არ ვიცი მოუხდება თუ არა. გია ბარამიძეს რომ ის საუბარი გაიხსენოს, ის ცუდი საუბარი გაიხსენოს და იყო ძალიან საკმაოდ შეშფოთებული და მე მომეჩვენა რომ შეშინებული. რომ ესე იგი მიხსენა რომ მე აუცილებლად დამიჭერდნენ თურმე დაჭერდა ის ყოველნაირად ეცადა მაშინ რომ მე არ დავეჭირეთ, ესე იგი კაცი ფაქტზე დაიჭირეს მოპარული ავტომობილი დადიოდა და მე უნდა დავეჭირე. აღმოჩნდა რომ სხვა შორის ეს მედიის კუთვნილება რო გახდა ეს და რო აიტაცა მედიამ, ხო ეს აი დღესაც იძებნება მედია სივრცეში დარეჯან მეფარიშვილის, ნათია მიქიაშვილის და სხვების მიერ მიძღვნილი სტატიები და ვიდეო სიუჟეტები და მათ შორის ამ ვიდეო სიუჟეტებში ამ გიგი უგულავას ნასაუბრები, რომელსაც სურს გადატანა ყურადღება სხვა რამეზე, რომ ავტომობილების ასეთი ფორმით გამბაჟება უნდა შეწყდეს. ნუ ეს ასე თქვათ ლირიკა. ხო და მოკლედ პირველივე დღეს იმ ღამეს მაპატიეთ დაუბრუნდეთ თქვენი და გიორგი ბარამიძის საუბარს. რა საუბარი შედგა? საუბარი იყო რომ ჩემთვის უმჯობესი იყო თუ მე დავწერდი განცხადება და გადავდგებდი. ნუ არ ვიცი, ესე იგი როგორც მეორე დღეს სიუჟეტებს უყურებ, მე უკვე აღარა ვარ პოსტზე. აი ამ სიუჟეტში ამბობს გია რომ შემცბარი ამბობს რომ ალბათ გუნდური მუშაობის წესის დარღვევაზე. აი ეს ფრაზა მახსოვს, რომელიც აი ძალიან გულზე მომხდა რომ მე დამირღვევია. სიუჟეტში, მაგრამ საუბრისას რა გითხრა? საუბრისას მითხრა რომ უნდა გადავდგე ვინაიდან ცუდად მექნება საქმე, შეიძლება დამიჭირონ, ჩვენ როგორღაც უნდა მოვითმინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად რეფორმები უნდა დავიწყოთ, ნუ რაღაც შინაგან საქმეთა მინისტრი არის ის, ვინც ჟარგონს გამოვიყენებ, რა კი ამ ჟარგონიც არ არის, მაგრამ საყველპურო ქართულს, ვინც იჭერს. და შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენი დაჭერა რომ არ გახდეს საჭირო, უნდა მოვითმინოთო? დიახ. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქა რა? ნუ ცხადია. ვისგან? ნუ ცხადია, ვისგან უნდა ვანო მერა ვინ იყო მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები წრე? ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ეს იყო სააკაშვილი, აი ეს წრე. აბა სხვა ვის? შესაბამისად ჩვენ ყავდა ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თვითონ ეშინოდა რომ სხვა დაიჭერდა ამას ამბობთ? გამორიცხული არ არის. რა თქმა უნდა, მე მეჩვენებოდა რომ მე მაგის დასაუბრის დასაწყისში ვთქვი რომ ის იყო საკმაოდ შეშინებული. სხვა არგუმენტი ქმედითი წონიანი მას არ ქონია. სხვა არგუმენტი ქალბატონო თეა რომ ყოფილიყო, ხო? მე ალბათ რამდენიმე ათეულწლიანი თუ არა, რამდენიმე წლიანი პატიმრობა. ხო, მაგრამ მას არ უთქვამს. არა, არც ეს მანქანა არ ხსენებია, რომელსაც არა, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ეს გახდა უკვე საზოგადოებისათვის ცნობილი, იმიტომ რომ ის პირველი დღეები იყო მათი ძლევამოსილების, ასე ვთქვათ, და ზენიტში ასვლის პერიოდი. ესე იგი, მაინც იყო გიგი უგულავას მეუღლის მიერ სხვისი მანქანის გამოყენების ფაქტი ნახსენები საუბარში. მე კაცი ვარ და გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი. გულწრფელი ვარ და თქვენი კომისიის, გადამწმუნებული კომისიის ფორმატი ამაზე მიბიძგებს, რომ მე შეიძლება არც კი იცოდა იმ ქალბატონმა მეუღლე მანქანა გაუგზავნა და ვისია საიდან ეცოდინა. არა, ჩვენ ხო ქალბატონის ქცევას არ ვიხილავთ. ქალბატონმა შეიძლება არ იცოდა, შეიძლება იცოდა. ეს არ არის ჩვენი თემა ამ წუთში. მე გეკითხებით
თქვენ იმ საუბრის დროს ეს მანქანა მინისტრმა და მისი გაპიარება ცუდად გიხსენათ. ეს იყო მთავარი მიზეზი. ამას გეკითხეთ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ეს რახან გახდა, ასე ვთქვათ, საჯარო გასაჯაროვდა აი ეს იყო შესაბამისად თქვენთვის სურპრიზი არ იყო რატომ არა პირდაპირ ღია ტექსტი მიზეზი იყო მხოლოდ რატი ალექსიძის ავტომობილით შინაგან საქმეთა უშიშროების მინისტრის მოადგილის მიერ ამ ავტომობილით სარგებლობა აი ეს იყო კაფიოთ შემიძლია ამის თქვენს გადადექით თუ გადაგაყენეთ მეც რო არ გადამდგარიყავი, მაინც გადამაყენებდი, მაგრამ მე უცვლად გეტყვით ამ საუბრის მერე არავით არის სურვილი უკვე რა თქმა უნდა. ასეთი მუშაობა გასაგებია აბსოლუტურად. კი ბატონო, აი ამ საუბართან დაკავშირებით ბატონ ილიას კითხვა აქვს შემდეგ გავიხსენებ. კი ბატონო. შეიძლება დანიშნვის დროს მინისტრი გია ბარამიძე იყო და მისი რეკომენდაციით ვინ წარგადგინათ ამ თანამდებობაზე მისი იცით რა არის? აი მისი კანდიდატურა იყო მაშინდელმა პრეზიდენტმა მე გამიცნო თავმჯდომარე გახლდათ მაშინ მეორე მოწვევის საკრებულოში მე გახლდით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის დროებითი კომისიის თავმჯდომარე და ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ორი კომისია რეგლამენტით ორ კომისიაში უნდა მომუშავო საკრებულოში და მან იცოდა ასე თქვა ჩემი შესაძლებლობები და მას უნდოდა სამოქალაქო პიროვნების დანიშვნა და გულწრფელად გეტყვით რომ ჩემთვის ეს იყო ახალი გამოწვევა და მე ჩემი თავის რეალიზება პირველივე დღეს შევძელი იქ რაც მე ვიგულისხმე მისი რეკომენდაცია იყო ესე იგი იყო მაშინდელი პრეზიდენტის რეკომენდაციით იყავით და როდესაც მინისტრმა დაგიბარათ იმანაც ხო იცოდა ვისი რეკომენდაციით იყავით და ის საქმეები რომელთაც თქვენ ამაყობთ ნამდვილად რაც გააკეთეთ ხო მისი დავალებაც იყო ალბათ რომ ეს კორუფციული სქემა მომსპარიყო და დაალაგებულიყო სხდია ხო მაგრამ ის მიზეზი რის გამოც დაგიბარეს და ეს საყვედური გამოგიცხადეს და გითხრეს რომ განცხადება უნდა გააკეთოთ გადადგომის შესახებო იყო შეთანხმებული ეს თქვენ რა შტაბებში ხადზე უცხადესი ამას მარტო გია ბარამიძე ვერ გადაწყვეტა ეს იყო უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილი სანამ გააგრძელებთ ისიც რომ უთხრათ საზოგადოებას ბატონშალვა თქვენ როგორც აღწერეთ ფაქტები პირდაპირ მიანიშნებს ჩვენთვის ასეა მაგრამ ვინც არ იცის მათ რომ უთხრათ რომ როდესაც თქვენ დაინიშნეთ 2003 წლის დეკემბერი ბრძანეთ საგზაო პოლიციის ხელმძღვანელად ეს ის დროა როდესაც სულ რამდენიმე დღის მომხდარია ვარდების რევოლუცია ახალი იმედები გაჩნდა ქვეყანაში და თქვენ ხდებით ამხელა თანამდებობის პირი. მანამდე ხართ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იწყებს თავის ნამდვილ პოლიტიკურ კარიერას თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობით, ხართ საკრებულოს წევრი. საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი არასამთავრობო მაშინდელი საქართველოს საკრებულოს ვისი კადრი იყავით პოლიტიკური კადრი ეს როგორ გითხრათ დიახ 2002 წლის მეორე მოწვევის საკრებულოში მე მაშინ მოხდი ეგრეთ წოდებული ჟვანიას სით ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობ რომ სახელწოდება იყო ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია ტირე ჟვანიას გუნდი ასე ერქვა და 4 ადამიანი სხვათა შორის პირველ ნომრად გია ბარამიძე იყო მეორე ნომრად მე ვიყავი ბატონი ელდარი მე ესენი გავიდნენ და 4 ადამიანი სიის შემდგომი ადამიანები ჩვენ დავრჩით საკრებულოს წევრებად შესაბამისად თქვენ და თქვენი მინისტრი მაშინდელი იყავით ეგრეთ წოდებული ჟვანიას კადრები დიახ იმიტომ რომ აი ამ დროს როცა დატოვეთ შეშინებული მინისტრის კაბინეტი და გადადექით ხომ არ მიმართეთ ბატონ ჟვანიას დახმარებისთვის ესე იგი იმავე საღამოს მე დამირეკა ჟვანია და მითხრა რომ უბრალოდ 2-3 დღე თავი შეიკავე ნებისმიერი პრესასთან ნებისმიერი ურთიერთობის ეს მითხრა იყო საკმაოდ შეშფოთებული როგორც მოგვიანებით გავიგე რომ ძალიან ეს ის პერიოდი არის როდესაც ჟვანიაზე დაიწყო ასე ვთქვათ ნელ-ნელა მისი ჩამოცილება ჭალებში ჩაჩოჩება სახელისუფლებო გუნდიდან
ზემოთ რაც ხდებოდა ეს იმ პერიოდს ვახსენებ ახლა კომისიის წევრებს და რა თქმა უნდა მქონდა საუბარი და რა თქმა უნდა საქმის კურსში იყო, მაგრამ ჟვანი ამის გადამწყვეტი ნამდვილად ვერ იყო იმ პერიოდში. რა თქმა უნდა არ იყო. 2004 წლის რომელი თვეა ესეც შეგვახსენეთ? უკვე ეს არის მარტის დასაწყისი. კი ბატონო, შემდეგ და ესე იგი ამის შემდეგ მე დაუბრუნდი სამოქალაქო საქმიანობას. ჩემს სამოქალაქო საქმიანობას ვარ საავტომობილო ფედერაციის სხვათა შორის ჩემი წინამორბედი მე თანამდებობაზე არ მქონდა საკრებულოს პერიოდში და შემდგომ არ მქონდა რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი და ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი დაიჭირეს საავტომობილო ფედერაციის მიატანინეს 100,000 ლარი ფედერაციას მიატანინეს 100,000 ლარი პროკურატურის განვითარების რაღაც ფონდი არსებობა, ნებაყოფლობითი ფონდი 100,000 მიატანინეს, ხოლო ქონება მე შეგახსენებთ პირველ პერიოდს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საავტომობილო ფედერაციის ეგიდით 90-იანი წლების შუას გადამოცილებული გზებზე ტექნიკური დახმარების პროგრამა, ყვითელი ევაკუატორები, რომელსაც ჩვენ ღებულობდით ჩვენი დამეგობრებული კლუბებიდან, ევროპული კლუბებიდან, ავსტრიის საავტომობილო კლუბიდან, გერმანიის საავტომობილო კლუბიდან და თუ ფედერაციის წევრი იყავი, შენ ქონდა გარკვეული შეღავათები, თუ გაგიფუჭდებოდა, გამოიძახებდი და ასე შემდეგ. აი ეს ავტომობილები წაიყვანეს. მთელი ქონება, ესე იგი, იავარქმნილი იქნა ამ საავტომობილო ფედერაციის ჩაუდექის სათავეში ამ ჩემი გადადგომის მერე და ჩემ მეგობრებთან და ჩემს თანამოაზრეებთან, ვეტერანებთან და ახალგაზრდებთან ერთად და ამ პერიოდს ემთხვევა მე არ ვიცი ესე იგი ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ჩავატარეთ აქ და ემჩნევა სააკაშვილს რაღაც გული მოულობა თუ რა არის და მე შეგახსენებთ რუსთავში არსებობდა ყოფილი დოსააფის ავტოდრომი. საბჭოთა კავშირის სივრცეში სულ 3 ცალი იყო ასეთი, საბჭოთა კავშირი არ ცნობდა ფორმულა 1-ს, ასე ვთქვათ, სპორტულ პროფესიულ სახეობას და ერთი იყო რიგაში, ჩაიკა ქვია, მეორე იყო რიგაში, უკაცრავად კიევში ჩაიკა, რიგაში ბიკერნიეკი და ჩვენთან დოსააფის რესპუბლიკური სპორტულ-ტექნიკური ბაზა. და საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით, უბრალოდ ირაკლი ჩოგოვაძეს დაავალა, რომ მოემზადებინა ამ დამტრეული ნაშთის, ეს იყო დამტრეული ასფალტი იაღლუჯას ფერდობზე არსებული 70-იანი წლების 75 წლიდან დაიწყო მშენებლობა და 79-ში გაიხსნა დაახლოებით დამტრეული ასფალტის ნაშთი და ძალიან ბედნიერები ვიყავით, დავიწყეთ ესე იგი ჩვენ გახდით FIA-ს, ანუ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრები. FIA გვეუბნება რას, რომ ავტოსპორტი გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზნით, ეს არის საგზაო მოძრაობის საფრთხეობა და მეორე გარემოს დაცვა ავტომობილებზე. აი ეს ორი მიმართულება, ძირითადი მიმართულება და ჩვენ ამას ჩვენი აქტივობებით ნებისმიერი ჩვენი შეჯიბრი მიმართული იყო სწორედ აქეთკენ. ამის შემდეგ პირველი ვინც საავტომობილო აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი ასე ვთქვათ ტანჯვა წამება. პირველი ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო ეს გახდათ ვანო მერაბიშვილი. მან ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მე ტელეფონი მომაწოდეს შენთან უნდა დალაპარაკებაო და როგორც თვითონ მითხრა ის იყო ამერიკაში და მითხრა რომ უნდა შეხვედრილიყავით ამ ავტოდრომის თაობაზე. ნუ რო ჩამოვიდა დამირეკეს შემდგომ დამირეკა ადმინისტრაციის უფროსი იყო შოთა ხიზანიშვილი და დაახლოებით 1.5 საათი 40 წუთი ვისაუბრა და ის ყოველნაირად მისაბუთებდა რომ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. სხვათა შორის ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელი გუბერნატორის ზურა მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც მე წამიყვანა და ვიცით რუსთავის ფუნიკული ორსაძახიან. აი იმ იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილები. მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ. ნუ როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ თურმე კეთდებოდა ავტობაზრობა, რომელსაც აქეთ ამხარეს
აგერ არის, ესე იგი, თუ არ ვცდები, გიორგი უდესიანია გზის მარცხენა მხარეს თბილისიდან რომ მიდიოდა და ხელმარჯვნივ. ახლა არ ფიგურირებს, მაგრამ ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის შენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ამ ავტობაზრობის შენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი. მოკლედ, მე აუხსენი მერაბიშვილს, რომ იცი ის რა ქვიან, ვანო მერაბიშვილი ეცადა რომ იცი რა პარასკევს და შაბათ-კვირასო მთლიანათო და პარასკევს საღამოს 5 საათის მერე გაქვთ უფლება უფასოდ ისარგებლოთ. ნუ მე დაუსაბუთე რომ ესე ორი დღით ამ ინფრასტრუქტურის გადმოცემა, ხომ? და ჩემ თვალწინ შოთა ხიზანიშვილს დაავალა სასწრაფო დაებეჭდა ერთგვარი თამასუქი, თქვენ რომ მოგაწოდეთ მანდ არის ხიზანიშვილის მიერ. აი ჩვენ თვალწინ აკრიფა რომ ჩვენ გვეძლეოდა უფლება, ესე იგი ეს დიდსულოვანი ნაბიჯი გადმოდგა. ნუ მოკლედ მე ჩემი აზრით შევძელი რომ დამესაბუთებინა რომ ეს ცუდი იდეა იყო. წამოვედი იქედან, ამის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა უკვე დამირეკა გია გალდავა, ეს იყო სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მითხრა რომ მე მიბარებდა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. ნუ მე რა თქმა უნდა დავთანხმდი, მივედი ამ შეხვედრაზე. იქ დამხვდა თვითონ გია იყო, დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, თამას შაფათავა, დავით ჭედლიშვილი, ჩემი მოადგილე და თქვენი მონამორჩილი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი. და ეს ახალგაზრდა ბიჭი შესავალში მითხრეს, რომ კარგი იქნება თუ მე გადავდგები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან, ვიქნები ახლა დანიშნული თუ არჩეული ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე, თუ კი გადავცემთ ავტოდრომს უკვე სახელმწიფოს და მე ინვესტიციას განვახორციელებ და ნუ მოკლედ ასე შემდეგ. ამ ახალგაზრდა ბიჭს მე ხელი გაუწოდე, გავიცნოთ მეთქი ერთმანეთი და მან მითხრა რომ ის არის ნიკოლოზ ალასანია, თემურ ალასანიას შვილი. მე უთხარი რომ ახალგაზრდა ბიჭს რომ ასე არ მოდიან მეთქი ავტოსპორტი. იცის ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ მაინც რომ დავაზუსტოთ რომ თემურ ალასანია გახლავთ მიხეილ სააკაშვილის დედის ალასანიას სააკაშვილის დედის ოჯახის წევრს მოიხონება გადაუფორმა ქვია ამას. დიახ. ბიძაშვილი ხო? ბიძაშვილი დიახ. და მოჩვენს მეტი არ უაქტიურია იმას რა ქვიან იმ ახალგაზრდას მეორე დღეს შეჯიბრზეც მოვიდა. მე უთხარი რომ ეხლა რომ გავალ ერთი 7 მიკროფონი დამხვდება და მე უნდა პასუხი მქონდეს რის გამო გადავდექი. არ ფინანსდები სახელმწიფოდან, ჩვენი შემოსავლები გვაქვს. მე მაშინ ჩემი საწარმო მქონა და ძალიან ხშირად ავტომობილებსაც კი ვაწესებდით ხოლმე პრიზებად. მე მონაწილეობას ვღებულობთ ამ სოციალურ აქტივობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსის ამოწ. აი რა ვუთხრა და ამიტომ მომეცი დრო რომ ერთი თვე, ნუ ეს ერთი თვე, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ და შავი პიარი დაიწყო, მაგალითად ეს შავი პიარის აგორება ეს იყო ხელწერა მათი, რომ რაღაც რეპრესიის დაწყების წინ საზოგადოებაში უნდა შეექმნათ აზრი, რომ აი ეს ადამიანი არის როგორი ცუდი ადამიანია, როგორი კორუმპირებულია, როგორი სარი და ასე შემდეგ. ეს შავი პიარის წინასწარი აგორება ეს იყო მათი ხელწერა. და ერთ-ერთ გადაცემის დროს მე უყურებ, რომ პადოშა ეს გია თორთლაძე ამბობს რომ ეს ამ ფედერაციის თურმე მოწილეები არიან ნინო ბურჯანაძის შვილები. წარმოგიდგენიათ? სამწუხაროდ მაშინ არ მომეცა საშუალება რომ მეპასუხა, იმიტომ რომ ეს ხო იცი ეს მათი სტილია რომ ცალკე დაჭდნენ და ასე თქვა ტალახი ისროლონ. ნინო ბურჯანაძის შვილებს რო ახსენებ, ბარემ ახსენე ერეკლე კოდუას შვილებიც ჩვენი აღზრდილები არიან. იცით რა არის, ახალგაზრდა რომ მოდის ჩვენთან ავტოსპორტ, ჩვენ არ ვეკითხებით სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით მათი მშობლების პოლიტიკურ წამს და შეხედულებებს. განსხვავებით ამ რამე ხარვეზი ხო არა. იცით რა, ცოტა უკან უნდა დაიხილოთ, იმიტომ რომ მიკროფონი მე ცოტ ხმას იწვია. მადლობა.
ამიტომ კია თორტლაძე ვინ არის და აზუსტეთ? ვინ იყო? პადოშა ეს თასვლელი. მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო და სად იყო? პარლამენტში იყო? პარლამენტში იყო. მაშინ და ასე ვთქვათ, აი ესე ისროლა რა ეს ტალახი, რომ თურმე ხო, რომ პადოშა დაგავიწყდეთ. ხო და გამოთქმა მოწონს ალბათ. ხო და მოკლედ დაიწყო ესეთი შემოტევა ამის შემდეგ. ჩემს საწარმოში შემოდის ფინანსური პოლიცია და ავტოსადილერო ცენტრი და ანუ ახლა კი ვიღიმე, მაგრამ აღმოაჩინა ბჭყალებში 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი. ნუ იმ საანგარიშეს ხელი გაკრეს, გამოკრეს ფიგურალურად თქვათ და რაღაც უზარმაზარი თანხა გითხრეს რომ არის გადასახდელი, რა თქმა უნდა, რომც ქონოდა არ გადავიხდიდით, მაგრამ იმდენად დიდი იყო რომ აი ვერც გადავიხდით და არც გადავიხდით. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელეთ დავა და ნუ როგორც დამთავრდა აუქციონით, საჯარო აუქციონით და ეს ქონება გაიყიდა. არავინ არ ყიდულობდა ეხლა თბილისია და ყველა მიცის ის სადილერო ცენტრი ვისი არის და ყველა ერიდებოდა. მიუხედავად ჩვენ გვითხრეს რომ თუ გაყიდითო, ხო? ნუ ჯანდაბას თქვენი თავი ნუ ვერ გაიყიდა. ჩემი კომპანიონები ამბობდნენ რომ მოდი მოვიშოროთ, კი ბატონო, არ გაიყიდა. ვერ და არ გაიყიდა. მე გამოჩნდა როგორც ხდებოდა ხოლმე ადრე ესეთი ფირმა ლიკვიდატორი, რომელმაც ძალიან იაფად შეისყიდა 4 მილიონიანი, 5 მილიონიანი მაშინდელი ქონება. ეს იყო სასტუმრო უშბის გვერდზე ჩვენი აშენებული სადილერო ცენტრი. რა მაკავშირებდა ამ სადილერო ცენტრს? უცბად ციდან არ ჩამოვარდა და არ გავხდი ამ ფირმის მოწილე. 1987 წელს, როდესაც მე კვლევით ინსტიტუტში მე გახლავად ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი PhD დოქტორია და ჩემი თემა არის გამონაბოლქვის შემცირება, გარემოსდაცვითი საქმიანობა, კანონი გამოვიდა კოოპერაციის შესახებ და პირველი დღიდან ჩვენ მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინდელი ორჯონიკიძის ქუჩის მეორე ჩიხში, თედორ ეღდლის მეორე ჩიხში გავაკეთეთ კერძო სახლში, ჩემს მეგობართან გავაკეთეთ ესეთი მინი პროფილაქტიკა და ჩვენ ფიზიკურად მეცნიერ მუშაკები მუშაობდით და ძალიან სწრაფად ვითარდებოდით ჩვენ. და ეს ჩემი ოცნება იყო ყოველთვის რომ გაგვეკეთებინა საჩვენებელი სადილერო ცენტრი და მე შევძელი და ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი, ძალიან წარმატებული სხვადასხვა პროექტები მარტო მანქანის ყიდვა-გაყიდვა არ იყო, არამედ სხვა ესეთი დანიშნულებაც ჰქონდა ამ ცენტრს. და ესე უცბად ერთი ხელის მოსმით გაიყიდა აუქციონზე და მეორე უბედურება ის რომ ამ საერთოდ ავტოსაქმე გახლავთ რესურსტევადი, ფინანსურად რესურსტევადი საქმიანობა და საჭირო არის კრედიტი. ჩვენ ყველას კრედიტად ჩადებული ქონა ჩვენი ბინები. ჩემი ძლის ბინაც მათ შორის. და რა თქმა უნდა, ამ როდესაც დაილუქა ეს ჩვენი ავტოსადილერო ცენტრი, ჩვენ ვეღარ შევძელით ამ ვალდებულებების ასე ვთქვათ შესრულება და გაიტანეს აუქციონზე და ნუ როგორც ხდებოდა აი ესე მარტივად მოხდა იმ პერიოდისათვის, აი ესე ხდებოდა. ეხლა რა იყო იცით, აქ ერთი პატარა რემარკი რომ ესე იგი სოჭორის მე ერეკლე კოდუამ მთხოვა რომ ისულიყავი მოდულის შენობაში. ვინ იყო ერეკლე კოდუა რომ დააზუსტოთ? ერეკლე კოდუა მაშინდელი არის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი სოდის ხელმძღვანელი ბატონო ალეკო ხო არ მეშლება ეგრე ხო? სოდის უფროსი. და ნუ მე გაგონილი კი მქონდა რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად, როდესაც მე ერეკლემ ირაკლი კოდუამ მაჩვენა რომ ძალიან სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხარო და აგრეთვე კომპიუტერზე ის ფაილები, სადაც ჩემი ნასაუბრები და ისინი არის, რა თქმა უნდა, საინტერესოს ვერაფერს ვერ ნახავდა, მაგრამ ნუ მან გამოხატა ესე თქვა გულში ვფიქრობ, კაცო, შენი შედგენილი არ არის თუ ესე გული გეწვევ, მეთქი ამოიღლა მეღიმება სატირალია, ისა სასაცილოა. ეს როდის მოხდა ბატონო? ეს იყო უკვე 2000 ეს იყო სადღაც
სანამ ომი დაიწყებოდა რუსეთ საქართველოს ფედერაციის გადადექით უკვე გადამდგარი ხართ? არა, ჯერ არ ვარ. ჯერ არ ხართ გადამდგარი და დაგიბარათ და ასე ვთქვათ მეგობრულად ხო გაჩვენათ შავი სია. დიახ. მათ შორის კომპიუტერშიც? კომპიუტერში დაბანახა ის ფაილებს მოვკარი, ესე იგი და ჩემისა და რომ ეს რა არისო? აი ამ ნუსხაში რატომ უნდა იყო? ეხლა კი არ ეწერა შავი სია, მაგრამ ეხლა ალბათ იქ რაღაცა ლამაზი სახელი ერქმეოდა, მაგრამ ეს იყო სოდის შავი სია. იმიტომ რომ ჩემი საუბარი ისმინებოდა, იმიტომ რომ მან მითხრა რომ ჩემი საუბარი ისმინება და მე გავეხუმრე კიდევაც რამე საინტერესოს თუ ნახავ მეთქი ეხლა მაგ საუბარში არც ნომერი შემიცვლია. ერთადერთი ის იყო რომ როდესაც ოჯახის მოდიში აი ფრაზა დავალთავრე. არა, საზოგადოებას რომ აქვე რო დაგეწიოთ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხო არ გაჩვენათ მოსმენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოსმენა მხოლოდ ასე ვთქვათ, სასამართლოს ნებართვით შეიძლება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ხო არ უჩვენებია იქ სასამართლოს გადაწყვეტილებაც. კაფეოდ გითხარით. ძალიან კარგია, როცა იუმორის გზნობას ვინარჩუნებთ. ბატონო ალოდა, რის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამაგიჟოთ. ესე იგი, მაგ პერიოდისათვის ჩვენი ოჯახის წევრები გითხეთ რომ უკანონოდ გვისმენთო თუ როგორ არის ეგ ამბავიო? ფაქტის სახეზეა რომ უკანონოდ რატო გეკითხებით იცით? ჩვენ ახალგაზრდები გვესწრებიან და ბევრი არის კიდე ჩვენი თანამოყოლები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ახალგაზრდა თაობა რომელსაც საერთოდ იმ დროს ან ძალიან პატარა იყო, ზოგიერთი დაბადებული არ იყო. ამიტომ გეუბნებით, თორე მე ძალიან კარგად ვიცი კაცო და ეს ამბავი როგორ იყო და ამიტომ წარმოდგენა რომ შეექმნათ, რაზე არის საუბარი, თორე თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ახმა დარჩეს რომ კი ბატონო ხა სოდი სპეციალური ოპერატიული ოპერატიული დეპარტამენტი ამას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ქონოდა, იმიტომ რომ ძალოვანი უწყება იყო და ამიტომ გეუბნებით, ამიტომ გთხოვთ რომ კაფეოთ რო განმარტოთ. არ გითხეთ რომ უკანონოდ გვისმენთ, ხო? ესე იგი მე სიმართლე გითხრათ, ეგ არ დამიზუსტებია, იმიტომ რომ ჩემთვის უკვე ნათელი იყო და უკანონო იყო იმდენად რამდენადაც რომ არავით არის საქმის წარმოება ჩემს მიმართ ან ჩემი საწარმოს მიმართ იმ წუთში არ მიმდინარეობდა. ამიტომ შემიძლია თქვა 100%-იანი სიზუსტით რომ ეს იყო უკანონო მოსმენა. თუმცა ამან გამოიღო შედეგად ის რომ როდესაც ოჯახის წევრებს რაღაცა მნიშვნელოვან თემებზე ქონა საუბარი ან ჩემს მეგობრებს ან ჩემს მოადგილეებს საავტომობილო ფედერაციიდან ხლა კი ახალგაზრდებს შეიძლება გაეცინოთ, მაგრამ ჩვენ ტელეფონებს შლიდით მართლაც და მოშორებით ცდილობდით გვესაუბრა. ეს არის ფაქტი, აი თქვენი შეკითხვის პასუხად, რომ ეს შიში არც თუ უსაფუძვლო შიში იყო დათესილი, რომ ჩვენ ყველა მიცოდა, რომ ყველა ტელეფონი ისმინება. სამწუხაროდ ეს ასე იყო. ვინ როგორ იყენებდნენ ეს მე უკვე ხო შედეგების სახეზე იყო. მაგრამ ამ სადილერო ცენტრის გაყიდვით არ დასრულებულა ჩვენი ჭყალებში ბედნიერება. ეს სადილერო ცენტრი სხვათა შორის შემოვიდნენ ბატონო სოზარ, აი თქვენ რო გადამეფარეთ 2009 წლის 6 მაისს, აი 6 მაისის დარბევის მერე მე როცა საავადმყოფოში მოხვდი. 13 მაისს ერთ კვირაში, დაახლოებით ერთ კვირაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია. მანდედან კიდევ ერთ კვირაში მე რა თქმა უნდა გავაკეთე განცხადება რომ აღარა ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ოღონდ შეშვებოდნენ ჩემს ბიჭებს და მე უკვე აღარა ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინ იყო ოფისი დროებით ჰქონდათ ხილიანში ღამე დაადგნენ შეჯიბრის წინ შავ ავტომატიანები, ნიღბიანები და ასე შემდეგ დაულუქეს ყველაფერი, წაიღეს უძრავ-მოძრავი და დაგვიწესეს ჯარიბა აგერ არის 1,392,000 ლარის ავტომობილო ფედერაციაში. ეხლა აქ ყველაზე მთელი მუღამი რა არის, ესე იგი, კი დაგვიწესეს, მაგრამ ესე იგი, ჩემი მოადგილე დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აქ ისეთი ტექსტი წერია, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, ჩემი მოადგილე როგორი ფრაზეოლოგიით კრეფავს. ამას გამოცდილი კი არა, ზეგამოცდილი იურისტი ჭირდება, ისე კარგად არის
დაწერილი, რომ აი რის გამო ვაბარებთ თურმე ჩემ მოადგილემ დაუწერა ეკა ზღულაძე მაკრიფა ეს ტექსტი და აი ნუ ესეთი თავშესაქცევია. თუ ეკა ზღულაძე იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი პირველი მოადგილე. ხო ესე რაღაც ტექსტი, თუმცა ნიადაგის კვლევითი სამუშაოების შედეგება, ესე იგი ჩვენ გამოგვიკვლევია თურმე. ნიადაგი იქ რუსთავში რომ ხელშეკრულების ზემოხსნელი მოტივი დადებისას ფედერაციის მიერ დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა სახეზეა საქართველოს სამართლო კოდექსის ამადან გათვალისწინების შეცდომა შეცდომის დავშვა მხარეს აძლევს გარიგების შეცილების უფლებას და ამის შემდეგ თხოვთ ჩაიბაროთ უკან იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურა არ ვარგა ესე იგი რა გამოდის რომ სააკაშვილმა ჩაგვიდო ეს ესე იგი ჩვენ ხო გადავიხადეთ სიმბოლურ ფასად $1500 შევისყიდეთ მე ფასთა შორის ხვაობა რეალურ საბაზრო ფასსა და ამ ჩვენ გადახდილ ის უნდა დაგვებეგრა და მოგების გადასახადი უნდა გადაგვეხადა და ესე ძალიან მარტივად აი ამ დაბარების შემდეგ მოხდა ჩაბარება რომელიც შემდგომ გაიყიდა და იყიდა მაშინდელი ხელისუფლების ნდობით აღჭურვილმა პირმა და მშენებლობაზე ძალიან ხშირად ნახულობდნენ ხოლმე ვანო მერაბიშვილს. მაგრამ ესეც არ დათავრებულა. ერთი დავაზუსტოთ რა. დიახ. ეკა ზღულაძემ შინაგან საქმეთა ministris პირველმა მოადგილემ დაწერაში რას გულისხმობთ? ის კარნახოთ. აი ბატონ სოზარ თქვენ აი მაგ დოკუმენტებში არის მაგ ფრაზა ამ დოკუმენტს ხალხი არ კითხულობს. კარნახობთ, არა, კარნახობდა, იმიტომ რომ კარნახობდა, რომ როგორი ფორმა მიეცათ სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის, სწორია ხო ტერმინი, რომ უკან დაბრუნებისთვის როგორი სახე მიეცა და გაემართლებინა და ამიტომ არის დახუნძლული ამ იურიდიული ტერმინოლოგიებით. წერილი, რომელიც ბოდიში გაგაწყვეტინეთ, რომელსაც საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, კარნახობს შინაგან საქმეთა ministris პირველი მოადგილე. და წერილის შინაარსი არის, რომ თვითონ ფედერაცია თავს იდანაშაულებს იმაში, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ევედრება პრაქტიკულად სახელმწიფოს, რომ უკან წაიღე ეს ქონება, რომელიც ავტომობილო სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესიაო. სწორად მესმის. ზუსტად. კი ბატონო. ზუსტად. ბედის ირონიით დავზენდი ასე. გაზღულაძე კრიფავდა ამ ტექსტს იმის ანუ შინაგან საქმეთა ministris პირველი მოადგილე ამ რეიდერულ წართმევის ტექსტს კრიფავს თავის კომპიუტერში და ეხლა ყველაზე მთავარს მივადგე. არ დაკმაყოფილდნენ მარტო ქონების წართმევით. ბატონლობდა, აი თქვენი ყურადღების მიქცევას ვეცდები ეხლა ერთია ქონება წაიღონ, მაგრამ აი მოროდიორობა რა არის, მკვდარი ორგანიზაციას სახელიც კი რომ გინდა რო წაართვა, ხო? აი რა მოიმოქმედეს ამისთვის. ჯერ ეს ერთი ამ რეიდერული ამ ინსინუაციების გამო 2006 წელს ჩვენთან ჩამოსული იყო 3 დღით მაშინდელი FIA-ს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც სააკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოში ფორმულა 1-ის ასე თქვა განვითარებას. ფორმულა 1 ეს არ არის სპორტი. ეს არის გაცილებით სხვა რამ, ეს არის ქვეყნის ამა თუ იმ ქვეყნის პრომოუტი წარდგენა ყველაზე ლამაზი კუთხით, რომ ეკონომიკის, მდგრადობის, სტაბილურობის, ტურიზმის, სტუმართმო ტრადიცია და ასე შემდეგ. იმ ფორმულა 1-ის მატარებელმა მაშინ გვერდზე ჩაგვიარა, რითაც ისარგებლა ჩვენმა კარგმა მეზობელმა, ბატონმა ილხამ ალიევმა და ფორმულა 1-მა გადაინაცვლა ბაქოში, მან არ ააშენა ავტოდრომი, ქუჩებში ჩატარების პრაქტიკა არსებობს და აი ესე ავწდით ამ ფორმულა 1-ს ამ ბედოლათების გამო. მაგრამ ამ ფედერაციას ეხლა ვერაფერს ვერ უშვებიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრები. აქ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი. მათ შექმნეს ახალი ფედერაცია და ამ ფედერაციის საავტომობილო ფედერაცია და ამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს დავით კირთაძე. აი ცნობილი ყავის კაცი, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. დიახ ბატონო, დავით კირთაძე. მოდი დავაზუსტოთ ყავის კაცში რას გულისხმობთ. ეს ადამიანია, რომელმაც ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი კალენდარიშვილს, რომელსაც მინდა დიდი პატივისცემა დაუდასტურო და მის ოჯახს, რომელმაც ღია ეთერში ნახა და სანამ გავიგებდით, რომ ჯანმრთელობას არ მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, ძალიან ვინერვიულად ყველა, მით უმეტეს ოჯახის წევრებმა, ცესკოს წევრმა, ცესკოს თავმჯდომარეს შეასხა ყავა სახეში. ხო, ყავის მაგივრად საღებავი შეასხა სამწუხაროდ. ყავის ჭიქით მგონი და ამიტომ დაუძახეთ ყავის კაცს. და ეს ადამიანი, აგერ არის ამონაწერი, ეს არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია. და მაშინ ეს ბატონი კირთაძე იყო უკვე ამ ფედერაციაში? არა, იყო ცესკოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე იყო. მაშინ იყო ცესკოს თავმჯდომარის. და აქ აირჩიეს პრეზიდენტად. ახალი ფედერაციის პრეზიდენტად და ამ ბორდში და მოადგილეებად საინტერესო გვარებია. ლევან თარხნიშვილი, ეს ემჩნევა ბავშვობიდან მრბოლელი იყო. ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე. ყოფილი თავმჯდომარე, ბავშვობაში სათამაშო მანქანებით რბოლა მაშინ უყვა. თავმჯდომარე იყო თარხნიშვილი. არა, მაშინ ნუ ყოფილი რო კი, მაგრამ იმ დროს იყო თუ არ ვიცი. ყოფილი იყო უკვე მე მგონი. ხო? და ბატონ კირთაძეს ჰქონდა საავტომობილო სპორტში გამოცდილება. რა ვიცი, ახლა საბავშვო ბაღში თუ ამ სათამაშოებით საბავშვო ბაღში? გონკაობას თუ თამაშობდა, ალბათ ეკნებოდა რა. გასაგებია. კიდევ ვინ არის ასიაში? ლევან გახელაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე. ესეც ალბათ ამასაც ჰქონდა და სხვათა შორის ეს ცდილობდა დაელაგებინა ამ ჩვენი ძველი ფედერაციის ჩემს გარეშე, რა თქმა უნდა, რაღაცა შეერბილებინა, რაღაც თუ ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის როგორც იქნა ჩვენი გამარჯვების და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რამდენიმე დღეში თვითონვე დაწერეს განცხადება და ამიტომ ჩვენ აღარ გვიცდია სიმართლე გითხრათ ამ ფედერაციისთვის სახელის შეცვლა დაკომპლექტდა ჩვენი ამ ახალგაზრდა მრბოლელებით მე აღმადგინეს ჩემს უფლებებში და მე ძველი ფედერაციის პრეზიდენტი ვარ კლავ და ამ ფედერაციაში საპატიო პრეზიდენტის წოდება მაქვს სხვა შორის მოქმედი წელს არ გამოსულვართ, რომ ისე მოქმედი მრბოლელი ვარ და აც შევეშვები ამას და სანდრო ლომაძე ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან კაი ურთიერთობა აქვს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან და არ გავა თვე რომ ჩვენმა მრბოლელმა არ გვასახელოს საზღვარგარეთ ამა თუ იმ პრესტიჟულ ტურნირში, რაშიც ხარში გვიდგას ჩვენი, ესე ვთქვათ, სპორტის სამინისტრო და ასე შემდეგ. აი ეს ძალიან საინტერესო ეს არის მარადიორობის, მე ამას რეიდერობას ვეღარ დავარქვა, ეს არის მარადიორობა, გაძარცვა უკვე, აი მაშინდელი მიცვალებული ფედერაციის. ხო, სხვა შორის აქ არის დოკუმენტი, რითაც ასევე დასტურდება, რომ ნიკოლოს ალასანია და ყიფშიძე რესპუბლიკური ღმერთმა გაანათლოს აცგარცვენებული, ყიფშიძის შვილი არიან დამფუძნებელი დახურული კარტოდრომის ლუბლიანას ქუჩაზე. ზუსტად განსვენებულის მაინც რა პოზიცია ეკავა, ჩვენი საზოგადოება მას იცნობს როგორც მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს და ამ ადამიანზე ლაპარაკი? მაგის შვილზე. არა, ხო, მაგაზე რა თქმა უნდა, ამ ადამიანზე, რომელიც გამოდიოდა ხოლმე და თურმე როგორ ვაწამებთ სააკაშვილს ციხეში და როგორ ხდება და როგორ რაღაც დაავადებებია კამეებით საზოგადოებას ელაპარაკებოდა. ამ ყველაფერს შემდგომ უკვე ბატონო სოზარ უკვე იმ წეღანდელი ჩვენი ფრაგმენტისა პოლიციის სამმართველოსთან დარბევის მერე მოყვა და ყველაზე მძიმე რითაც დავიწყე საუბარი ეს იყო უკვე ჩვენი დაჭერა მთელი ოჯახის და ლევანი ჩემი უმცროსი შვილი რომელ ერთადაც ვიყავით იმ მომენტში 26 მაისს ღამე 2011 წლის და წყლის ჭალმა გიორგი ჩემ უფროსბიჭს დაგვაცილა და ჩემ მეუღლეს მთელი ოჯახი იქ ვიყავით და ეს ძალიან ცუდი ფოტოებია და ამიტომ მე ვერ იდები ხოლმე Facebook-ი ბლოკავს ხოლმე ერთხელ დავდე ეს ფოტოები და ბლოკავს რომ ეს არის ვიღაცის ნაზ ფსიქიკას იქ მის ადმინისტრირებას უწევს ემშინება მოქმედებს მაგაზე და აპატარავებს ხოლმე ამ ფოტოებს და მე უგონოდ შემიტანეს პირველი მე მნახა როდესაც გონებაზე მოდიოდი ჯერ ოპერაციას მიკეთებდნენ ოპერაციის დროს დამადგა ვიღაც კაცი მოგვიანებით გავიგე ვინც იყო და იმასთან სხვა საუბარი მექნება როცა შემკვდება პოლიციელია
ჩრდილშია ეხლა, მაგრამ მე მას აუცილებლად შევხვდები და თვალებში შევხედავ და შევეცდები სიტყვები შევახსენო და ეს არ არის აქ სასაუბრო და მე გადამიყვანეს ორკაციან პალატაში, სადაც პირველი ვნახა ქეთი ბექაურმა უფლებადამცველი იყო მაშინ, მე მამა გიორგი ისაკაძე იყო, მე ჩემი მეზობელი იყო ერთი, რომელმაც მე აღმომაჩინეთ, სხვა შორის ბადრაგი დამიყენეს, დამაპატიმრა. დავით ისაკაძე ალბათ. დავით მამა დავით ისაკაძე და ბადრაგი დამიყენეს და ჩემთან შემოსულებს უკრძალავდნენ, რომ ჩემთვის ტელეფონი მოეცათ, მე მახსოვს რომ არცხილაძე მეუღლი თურთ იყო მოსული, მათ ტელეფონი შემოიტანეს და მაშინ გავიგე პირველად ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინეთ, მე არ ვიცი სად არიან ჩემი შვილები. ვიცი რომ არის მსხვერპლი. და მოგვიანებით გავიგე სადაც იყვნენ, ჯერ თბილისის პოლიციის სამმართველოში, მერე მარნეულში, აწამეს უღმერთოდ ნაწამები იყვნენ. უღმერთოდ და გამოსვლის დროს, ორთვიანი ვადის მოხდის მერე უფროს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფროსი ვაჟი ჩემი გიორგი წასულიყო საზღვარგარეთ და მე არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩემი ძალიან ხმაურიანი შვილები, ხომ, რომლებსაც აი ყირაზე რო დგებიან 9 და 6 წლის თუ 10 და 7 წლის ასაკის ფეხბურთელები არიან, როგორ ჩუმაც ხედან ჩემოდნებთან, როგორ ალაგებენ ერთმანეთს მუჯულგონს ურტყამენ, რომ ეს ჩადე საქართველოს დროშა ჩადე, ის ჩადე რაღაც. აი და ჩემი რძალი, რომელიც იმ დროს სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მუშაობდა, დაწერა განცხადება და მეუღლესთან ერთად წავიდნენ საზღვარგარეთ და გადნიერდებიან ეს პატარა ტროლუკები, რომ მეუბნებიან, რომ შენი შვილები ხო კარგად მოაწყე საზღვარგარეთ. ჩვენ გიორგის წასვლამ ფიზიკურად გადაარჩინა მთლიანად დარჩენილი მთელი ჩემი ოჯახი, როდესაც ის ძალიან უპრეცედენტოდ მოკლე დროში, თვენახევარში მიცეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით უკვე ხელისუფლების შეცვლის შემდგომ გიორგის და ლევანს სტრასბურგის სასამართლო მიანიჭა წამების მსხვერპლთა სტატუსი და იმ ახალგაზრდების, ბატონო ალუდა, სწორედაც იმ ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ, რომ არავის არ უსურვებ, რომ მათი შვილები აწამონ მათ გამო, ჯერ ესეთი არავინ არ უნდა აწამონ, მაგრამ მათ გამო რო აწამონ. ეს არის, დიახ. თქვენ გველაპარაკებით ჩვენ და იცით, რომ მეტნაკლებად ვიცით, რაზე ვლაპარაკობთ და ამიტომ რაღაცა დეტალებს წავებთ და უბრალოდ გავითვალისწინოთ, რომ გვისმენთ საზოგადოება შეიძლება რომელიც ვერ მიხვდეს რას გულისხმობთ. აი 26 მაისს 2011 წელს ორი სიტყვით რო თქვა რა ხდებოდა, ოპერაცია დამჭირდაო, რა ოპერაცია იყო, შვილების წამება, რა იგულისხმება, სადაც ამეს როგორად ცოტა დეტალურად რა. დიდი მადლობა ჩემი კალაპოტში დაბრუნებისათვის, სხვაჩვენე ჩემ მეუღლემ გამაფრთხილა, რომ აი ემოცია არ წაგიღოს. ცოტა მძიმეა ჩემთვის, გულწრფელად გეტყვით. ეს იყო 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია 2011 წლის, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენ, აი აქ მყოფი ადამიანებიც ერთად ვილაშქრებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ. პარლამენტის შენობის წინ, სადაც პარლამენტის შენობის წინ. აი იქ 26 მაისი, 2011 წლის 26 მაისი. და ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეჩქარებოდა, რომ 26 მაისის დილას გაემართა ამავე ადგილას დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიება და გადაწყვიტა, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები დაერბია და ასე გამოეთავისუფლებინა რუსთაველის გამზირი. ამ დროს თქვენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდით ოჯახთან ერთად. დიახ. აი რომ გითხრათ დეტალები, რა არის მერე და როგორ მოხდა? ესე იგი, ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა ჩვენ ტანსაცმელი გამოსაცვლელი, მაგრამ ეს იყო სადღაც 9 საათი წვიმა დაიწყო და მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ უკვე ვიცოდით, რომ უკან გასვლის დროს შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ეს ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, რუსთაველის ორივე მხარე იქნებოდა,
ხო, ეს იყო ოპერაცია ყულფი, რომელიც ესე იგი იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი ხომ რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევით 9 აპრილს 1999 მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა ერთი აი არსად გასაქცევის საშუალება არ იყო უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და დაზიანების გარეშე როგორც მას ბრძანება ჰქონდა არავინ გასცა არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევ ვიმეორებ მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს ლევანი ყოველ სართულზე ასვლის წინ გადასცემდნენ ესტაფეტით რომ ეს ოგბაიძის შვილია და ეს ასე ვთქვათ რომ ყველა ვისაც არ ეზარებოდა თითოს უმატებდა და გიორგი მარნეულში ვიპოვეთ მოგვიანებით მარნეულის წინასადაკავების იზოლატორში ცა არ უნახავთ არავითარი გასეირნება და რაღაც ეგიჯდა გვარები მახსოვს ვისთან ერთად ამ პროტესტის დროს თქვენ პარლამენტში შეჭრას ცდილობდით ან ეს რამე იყო მსგავსი ესე იგი იყო ცდელობა და ეხლა ვინ და მე ეს კარგად ვიცი ეს როგორც ხდება რომ იყო მიწოლა იმ მიმართულებით რომ ხალხი მიწყდომოდა პარლამენტის ალაყავს და რა თქმა უნდა რომ ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა არავის არ გაუბედია და არც ქონია რა სისულელეა პარლამენტში შეჭრა ეს იდეის დონეზეც კი არ განხილვა არც იქ იყო 2009 წლიდან რომ დაიწყო განხილვა ეს ერთგვარი კოალიციური ასე ვთქვათ ოპოზიციური ფრონტი რომ შეიქმნა აი განხილვის დონეზეც კი არასოდეს ამ იდეას არ გაუჟღერებია იქ რომ ვინმე შევარდნილიყო პარლამენტში ეს პარლამენტში შევარდნა ეს არის ამ ავადმყოფის ამ სააკაშვილის ხელწერა და მისი შიში იმიტომ იყო რომ ეს მაკაგონის ხით გაწყობილი დარბაზი სულით ჩეხინა რომ არავინ არ შევარდნილიყო მასე ჩვენებოდა რომ ვიღაც უნდა შევარდნილიყო ქუთაისში როდესაც მან პარლამენტი გადაიტანა და ფულიც რო არ ქონა და ჭყალებში ლამის ოფშიაკის დონეზე კრეფდნენ უკვე რომ ჩქარა ის თანხა ის პარლამენტი დაემთავრებინათ ამიტომ ჩემი პასუხი არ ეგეთი არც კი ყოფილა თქვენ მოხვდით საავადმყოფოში რის შედეგად გირტყეს ვინ გირტყათ ძნელია გავიხსენო იმიტომ რომ ნიღბიანი ადამიანები იყვნენ და ნუ ყველაზე სამწუხარო ის არის რომ კიდევ ვამბობ რომ ეს ფოტოები რომელიც ავდალაძემ და იმ ცნობილმა ჩვენმა ფოტოგრაფებმა რის გამოც დაიჭირეს მე და რომ არა ეს ფოტოები ჩვენ ისე ჩამოგწერდნენ როგორც აი დაგიბარებია ესე რა და ძალიან ცუდი ფოტოებია, სისხლიანი ფოტოებია, ჩემი და ჩემი შვილების და ნუ რამდენი როდესაც ხელები უკან შემიკრეს და მე და ლევანი დაგვაცილეს ერთმანეთს უკნიდან ვიღაცა მიცნო და რა ქვიან კეფაში ну ალბათ ორი დარტყმა და მე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს სანამ საავადმყოფოში არ მიმიყვანეს ის კი მოკვდა დაიბრიდა მაპატია სლენგისათვის ვიღაცა ყვირო და რაღაცას ეს გახსოვთ რომ ვიღაც ყვიროდა რომ მოკვდაო კი გიცნოთ იმ გაგებით რომ არასასურველი ცნობა პერსონალი მიცნო პერსონალურად გვადა ეს ის არის ოგბაიძე და ნუ მოკლედ გადმოვიდა ამ გაგებით გიცნოთ რა თქმა უნდა და არა ისე თქვათ და ზურგში კეფაში ორჯერ მოკვდა კეფაში და აქ გზარული ქონა იდაყვის ხელები ქონა უკან შეკრული და უკან რატომღაც უკან შეგვიკრეს ხელები რითი ქონდა ჩეკრული აი პლასმასის კი საზოგადოება ახალგაზრდებმა რო იცოდნენ დიახ რომლის გახსნის ყველა ამას ამბობს რომ არავითარი შანსი კი არა რომ მიხსნიდნენ ეს მე აქ შრამი დამჩა ხელზე ესე იგი როდესაც სასწრაფოში უნდა შევეყვანოთ ეს ბუნდოვნად ეს ჯერ ისევ რომ თლათ არ დამიკარგავს გონება და ბრტყელტუჩათი ეცადნენ ამის ვერ გახსნიდნენ ამას და ხელიც მიაყოლეს ჩემი კარიც მიაყოლეს და ამის შემდგომ შეძლეს ჩემი უკვე ნორმალურ მდგომარეობაში საკაცეზე,
ლოგიკურად ვამბობ, უკვე აღარ მახსოვს და გონებაზე მოვედი უკვე საოპერაციო. გრძნობის დონეზე ხომ არ გახსოვთ, ხომ არ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რისგან გამოწვეული დარტყმები იყო ეს კეფაში და ხელკეტი ეს იყო ხელკეტით დარტყმისგან გამოწვეული. და გაიგონეთ შეძახილი რომ მოკვდა ბოდიშკა. პერსონალურად მე მომართავდნენ ოგბაიძე და ესე იგი ეს არის რომელი ადგილი იცით მუზეუმის წინ დამიჭირეს, ოდესაც ჩვენ ვართ გაგოდულები ამ გაზით, თან წვიმა იყო და ვარც ნიავდებოდა და მივყავარ საკრებულოს შენობისკენ, სადღაც აი შუა გზაზე, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი იქ არის სპეცმანქანები, თქვენ ხართ შეებოდა და აი იმ მანქანებზე მსხდომა ყოჩაღმა ბიჭებმა მიცნეს და აი იქ დაიწყო უკვე ამ დერეფანში გატარება 4 თუ 5 ადამიანი მირთყოდა. დერეფანში გაგატარეს. ხელკეტების ხელკეტების ერდროულად და ნუ ის ორი იყო რომელიც რისი ოპერაცია დაგჭირდათ ბატონო შალვა? ესე იგი განახეთ კიჭილობის გაკერვა, ხელზე ლანგეტი და ნუ ტვინის შერყევა დაჟეჟილობით. ტვინის დაჟეჟილობით. საკმაოდ ძიმე ის. თქვენი ვაჟების და მე 2-3 დღის მერე ბარემ ამ ფრაგმენტს რომ მოვჩეთ, რაღაც მანქანებით ჩემთან მოვიდა დიმიტრი ლორდკიფანიძე, იყო დათო ლორდკიფანიძე და იყო გვანცა ყופარაძის მამა ალეკო ყופარაძე და არ ვიცი გარეთ რა ჩაატარა, ასე ვთქვათ, დიმიტრი ლორდკიფანიძე, მაგრამ სასწრაფოდ გადამაფარეს ზეწარი და გამომაპარეს ეს არ ვიცი დაბნეულობით ისარგებლეს თუ რა იყო და მე გადამსვეს სასწრაფოდ ახმარებიდან გააჩერეს შუაგზაზე, გადამსვეს მე სხვა მანქანაში და იმ მანქანით მე მივედი სახლში და სახლიდან კიდევ შევიცვალე ადგილი, ხო რა თქმა უნდა, ტელეფონი, პირადი ნივთები, რაც ჯიბეში მქონა ეს ყველაფერი ჩავამართვეს და დღესაც კი ბატონო, ბატონ აქ ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ ალეკო ყופარაძეს, სადაც არის იქ ღმერთის მფარველობას უსურვებ, მას ძალიან დიდი განსაცდელი ჰქონდა აქ ახალგაზრდა გოგონები გვესწრებიან და მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს იყო კაცი, რომელსაც სკოლის ასაკის 14-15 წლის ქალიშვილი დაუჭირა სააკაშვილმა, გამოგონილი შეთითხნილი ბრალდებით და ეს გოგონა სრულწლოვანი გახდა გვანცა ყופარაძე რუსთავის ქალთა ციხეში. აი ეს იყო სააკაშვილის რეჟიმი, სულ რომ მეტი არაფერი მომხდარი იყო, გვანცა ყופარაძის საქმე არის ემბლემატური და მისი მამა, ეს კარგად მახსოვს და ბევრ თქვენგანს, ყოველ დღე წლების განმავლობაში, სანამ მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი იჯდა ქალთა ციხეში, ყოველ დღე მიდიოდა, რა თქმა უნდა, მას ყოველ დღე შვილთან შეხვედრის უფლებას არავინ აძლევდა, ყოველ დღე მიჰქონდა, რაც შესაგზავნად იყო საჭირო და მთელი დღე იდგა ციხის წინ, რომ ვაი თუ ციხეში რაღაც მოხდეს და ჩემ შვილს გარედან მაინც მივეხმარო. აი ეს იყო რეალობა. შესაბამისად მას პატივს მივაგებთ იქ სადაც არის და ღმერთმა გაანათლოს დიდება მის ხსოვნას. ბატონი ალეკო, დეპუტატი, ოპოზიციონერი დიმიტრი ლორდკიფანიძე, ხომ სწორად ვამბობ, და ოპოზიციონერი თანამებრძოლი ჩვენი ერთ-ერთი შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატი უკვე ქართული ოცნებიდან, ვანის მაჟორიტარი დავით ლორდკიფანიძე. ეს არის სამი პირი, ვინც მოდის და საავადმყოფოდან ზეწარ გადაფარებული გაგაპარეს. რატომ გახდა საამისოდ საქმე? თქვენ რაიმე გემუქრებოდათ საავადმყოფოში ექიმების ხელში? იცით რა არის? ვარაუდის დონეზე შემიძლია, რომ ჩემი გამოჯამთელების შემთხვევაში მე გადაყვანილი ვიქნებოდი უკვე ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, საჟელ აღსრულების დაწესებულებაში. რა გქონდათ წაყენებული, რამე იყო და არანაირი ბრალი არ მქონია წაყენებული და ბადრაგი რომ მედგა
არც მაგის რაიმე დამადასტურებელი დაპატიმრებული რო ვიყავი როგორც იმ ვაჟბატონმა საოპერაციოში გამომიცხადა არც მაგის დოკუმენტი არსებობს უფრო მეტსაც ვიტყვი ლევანი რო იყო დაკავებული ამის დოკუმენტიც კი არ არსებობს ეს არის ყველაზე მძიმე შესაბამისად იყავით უკანონო თავისუფლება მეც და ჩემი შვილიც ვიყავით გიორგიზე გვაქვს რაღაც ფორმალური პოლიციელის დაუმორჩილებლობისათვის რაღაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევით ნუ ეს გვაქვს ლევანზე და ჩემზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს ეს არის უკანონო პატიმრობა აქვე აღნიშნოთ კიდევ ერთხელ რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში ოგბაიძეების საქმეზე დაადასტურა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა რომელიც კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას თქვენ თუ შეძლებთ და გაქვთ სურვილი ასე ვიტყოდი ბატონმა სოზარმა კი უკვე იკითხა ერთხელ მაგრამ კიდევ კითხავთ კონკრეტულად წამების და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებზე თქვენ შვილებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ საუბარი ეს კომისიას გამოადგებოდა როგორც ინფორმაცია მე არ საუბრობ მხოლოდ და მხოლოდ დაკავების დროს შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის მე დაშვების სფერო და არ ვამართლებ აქ საუბარი არ არის დაკავების დროს რაღაც ჯიკავზე და რაღაც წარტყმა წამორტყმაზე აქ საუბარი არის ხელებს შეკრული ადამიანის ცემაზე მე ვსაუბრობ ეხლა ლევანზე ესე იგი მასაც ხელები რატომღაც უკნიდან შეუკრეს და აი ეს ცნობილი ფოტო რო არის რუსთაველზე ესე თქვათ არ მინდა რუსული ტერმინი ვიხმარო ეს ცალუღით შეკრული ეს პლასმასის სპეციალური მოწყობილობით შეკრული ადამიანებს რო ყრიდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთ ადგილზე ხო გიორგის ესა ლევას დააყარეს ზემოდან ეს ადამიანები და უბრალოდ იგუდებოდა ესეთ მერე მიკროავტობუსში რო აიყვანეს რითაც გადაიყვანეს უკვე წინასადაკავების იზოლატორში აქაც კინაღამ გაიგუდა ზედ დააყარეს და მე ერთ ზედამხედველს უთხოვს უი ამას მართლა ხელები უკანა აქვს შეკრულიო მე როდესაც ჩამოსვეს ყოველ სართულზე უკვე ცნობილი იყო რომ ეს ოგბაიძის ვაჟი იყო ყოველ სართულზე აყვანის რომ ყველა უმატებდა ხელებს შეკრულს ყველა და კიდევ ერთი კურიოზი ნუ თუ ამას კურიოზი და ხელებთან ერთად აიქრო დაყარეს ხო არ ვიცი ზედმეტი გულმოდგინებით ფეხებიც შეუკრეს ხელები ხო უკანა აქვს და ფეხებიც შეუკრეს და როდესაც აძლევდა ბრძანებას ეს ვიცი უფროსობდა რომ სირბილით ჩქარ მიდგა და კიდევ დაუწყო ცემა რომ ლევანი ვერ გარბოდა და მე თქვა რომ უი ამას მართლა ფეხები აქვს შეკრულიო კაც ხო და ესეთი კურიოზიც როგორი კურიოზია ლევანისთვის მაგრამ მაინც ვიხსენებ ბატონო შალო მადლობა ამ დროს თუ ან მერე ან მანამდე ან ამ დროს თუ იჩენს თქვენზე რაიმე ტიპის ყურადღებას რომელიმე მაშინ ხელისუფლებაში სააკაშვილთან ერთად დარჩენილი ეგრეთ წოდებული ჟვანიას კადრები არა არც ერთი არ ყოფილა რა აქ ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა გაწყდა მას შემდეგ რაც გასაკვირი არ არის მათ თვითონ ჟვანიას მკვლელობის შემდეგაც კი არ გამოიჩინეს ის გამბედაობა რაც ალბათ მოსალოდნელი მოლოდინი იყო საზოგადოების მხრიდან თუმცა მე გავაგრძელებ პროკურატურასთან ურთიერთობა მე ხო ბოლოს მე ვიხსენებ რომ ჩემი პროკურორი იყო ბერდია სიჭინავა დიახ ეხლა პოლიტიკურ პარტიაშია ეს ახალგაზრდა კაცი და ხოლო შემდგომ უკვე დაახლოებით პარტიაშია გახარიას პარტიაში ხო და მოგვიანებით ბერდია სიჭინავას მერე უკვე შემდეგმა გამომძიებელმა უკვე როდესაც მე პერმანენტულად შეხვედრა ქონა კბილაშვილიდან დაწყებული და ბოლოს ბატონ შოთაძესთან და როგორც იქნა ერთ ფრაგმენტში ცნეს დაზარალებულად და ეს ზარალის ოდენობის განსაზღვრის
მიზნით სხვა პროკურორმა უკვე ეს დოკუმენტები გადმოგცა ჩვენ მივიტანეთ ეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და რაღაც წეღანდითაც დავიწყე კიდევ გავიმეორებ რომ ზომიერი ოპტიმიზმის იმედი მაქვს რომ ჩვენი კომისია თუნდაც ამ კომისიის მუშაობის შემდგომ რაღაცნაირად დაჩქარდება და ხაზს გაუსვა არა მარტო ჩემი არამედ ყველა იმ ადამიანის ვინც ახლა სამართალს მოელის, აი სამართალს ვინც მოელის, ხო, აი ეს არის ეს კატეგორია, ვინც აწამეს, დაიჭირეს, ქონება წაართვეს, შვილი მოუკლეს, დააპატიმრეს და მათ საყურადღებოდ ვამბობ ამ ნაც რეჟიმის საყურადღებოდ ვამბობ, რომ მართლა არ იქნება სამართალი, სანამ ეგენი იქნებიან. სანამ პარტია არ დაისჯება, იქამდე სამართალის მშვიდობა ვერ იქნება. ეს არის რეჟიმი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდეს და გასამართლდეს და მათი მოსვლა ხელისუფლებაში უბრალოდ შეუძლებელია. ეს უკვე სხვა თემაა, ბოდიშ ვიხდი და ექსპერტიზის ბიურომ გასცა უკვე დასკვნა თქვენ საკითხს. ექსპერტიზის ბიუროს ველოდები მე დაახლოებით უკვე ცოტა 2 წელიწად ნახევარია და იმედია რომ ალბათ უნდა შეაფასო, რა ვიცი ველოდები. თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს ამის შესახებ, რომ ექსპერტიზის ბიურო წლებს ანდომებს. იცით რა არის ბაბათეთ კალდანტე რატომღაც ძველ აი ხელისუფლება რო შეიცვალა და ახალი მოვიდა ყველას კარგად გახსოვს თავს მოხვეული კოჰაბიტაციის სპეთა რეჟიმი როცა ხელი არ ახლო არ დაიჭირო არ ატკინო ნუ მოკლედ რაღაცეები კომპრომისზე წავედით ხომ მასეა მათ შორის თითეული ჩვენთაგანი ჩვენი ოჯახის წამების ქონების წართმების და ამის ხარჯზე წავედით კომპრომისზე, მაგრამ ეს ხარ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და ამიტომ ხშირად აშინებდნენ მაშინ ახალ ხელისუფლებას, რომ არ ეყოფა საქართველოს 10 წლის ბიუჯეტი და ასე შემდეგ. არ არის ასე საქმე, მეგობრებო. ზოგიერთი ადამიანი მზად არის, რომ თუ კი სახელმწიფო დაუძახებთ, ერთ ლარს აიღებს ასე თქვა მორალური კმაყოფილების გამო, რომ დაკმაყოფილდა სამართალს, ან არსებობს კიდე სხვა ფორმა მაგალითად თქვათ თუ კი მეწარმეა 20 წლის განმავლობაში რაღაც გარკვეული ესეთი ობლიგაციური თამასუქი მიეცი რომ დღეგეს 20%-ის მაგიროთ მაგალითად 10% გადაიხდი ესეც უკვე საქმე ამიტომ ის ეკონომიკურ სივრცეში კვლავ რჩება კვლავ დოვლად შექმნის არ დაზარალდება სახელმწიფო ამიტომ ამაზე ლაპარაკი უნდა და კარგია რომ ეს თემა წამოწიეთ და საერთოდ ამ თემას უნდა დაუბრუნდეთ გასაგებია შეკითხვები თუ არის ბატონი სოზარი ბატონო შალვა ხა თქვენ მოყევით რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს გვახსოვს ასევე 7 ნოემბერი 2007 წლის თუმცა არის კიდევ ორი თარიღი რომელიც ასევე ძალიან ხშირად ხდება როგორც სააკაშვილის რეჟიმის ძალადობის მართლანიშნულები ეს არის 2009 წლის 6 მაისი და 14 ივნისი 6 მაისი ახსენეთ თქვენ და იქნებ ჩვენ იმედი მაქვს რომ მოგვეცემა საშუალება ამ კომისიის ფარგლებში ცალკე შეხვდომებიც მიუძღვათ მათ ამ თარიღებს მაგრამ არა მაგ ხართ და იქნებ ამ დღეზე ისაუბროთ როგორც მოწმემ და იქ ყოფნა ადამიანს ესე იგი ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია პრინციპი ვიღაცის ბრძანებაზე შიგნიდან, როდესაც დაიწყო სროლა ბეტონის ნამტვრევების, რამაც მე თავი გამიტეხა 14 ნაკრები. შიგნიდან რას ნიშნავს? სად ხდება? ეს ხდება პოლიციის სამმართველოს შიდა ეზოდან, ასე ვთქვათ, ხოლო უფრო უკან მდგარი ადამიანები არიან უკვე პლასმასის ტყვიებით, ისე არა პლასმასის რომელიც ახლო მანძილიდან სროლა აკრძალულია ეს დოკუმენტი თვითონ შალვა ჯანაშვილმა გაასაჯაროვა და ახლო მანძილზე ის პლასტმასი დაშლას და შიგნით არსებული ბისმუტი რომელიც როგორც კი გასკდება უნდა აორთქლდეს ხო ვერ ასწრებს და ამიტომ ადამიანს აზიანებს და ნანახი გაქვთ ჩვენი თანამებრძოლები თვალი დაკარგეს იქ ახლო მანძილიდან სროლაში და ესე იგი აბსოლუტურად გავიმეორებ რომ ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ
იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც გაბედა და ძლევამოსილ ვანო მერაბიშვილის, ასე ვთქვათ, პოლიციის სამმართველოს და ხმის ამოღება გაბედა. ერთი შურდული კენჭი, ქვა, ბოთლი არავის არ ქონია ხელთ აბსოლუტურად მშვიდობიანი ხელაწეული ხელებით აპროტესტებენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას, რომელსაც ძალიან და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ეხლა ვთქვა. რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან, მერე ფეხით და ჩავედით იქ. აი, რა ხდებოდა? ანუ იქ თქვენ პირადად ესე იგი პირველი მე ზურგით ვიდექი, ახლა მე მცნობნე და მე ზურგით ვიდექი, ასე ვთქვათ, პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, უკვე პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა, ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად და შეჭრის მცდელობა ერთადერთი საწყალი იმის უცნობს დააბრალეს ფურცლით გადახდა და რა უკანეს თქვენ კარგად იცით ის ყოფილა თურმე ის აბორდაჟით აღება იმ პოლიციის სამმართველოს მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს და რომ ეს არ მომხდარიყო და აი ამ დროს უკნიდან მომხდა აი ეს დამტრეული ბეტონის რაღაც ნამსხვრევი 14 ნაკერი დამადეს და მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილო თუ შეიძლება ასე ითქვას და ერთ მომენტში სოზარი ცდილობდა ჩემს ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი გიას პირდაპირ შუბლში მოხდა მე უკვე რო ჩავიკეცე აი მაგის მერე მოხდა ეგ ამბავი გონება რო დავკარგე მას მერე აი მაშინას ტვინის შეხტება მქონდა ხო და თქვენზეც იძალადეს მაშინ მე როგორც მერე ყველასთვის ცნობილი გახდა არ გინდობდნენ არც თქვენ ბატონო სოზარი ერთი უბრალოდ წეღან ბოლომდე რაღაცებში მაინც რო არ დარჩეს საზოგადოებისთვის უცნობი. ქონება, რომელიც თქვენ წაგართვეს რუსთავში, ისიც გადანაწილდა. ქონება საზოგადოების საავტომობილო ფედერაციის ორგანიზაცია. დიახ, ორგანიზაცია. რამდენი იყო ღირებულება მაშინ ამისი? იცით რა, ძვლის, რა თქმა უნდა, ცოტა იყო, იმიტომ რომ ეს იყო მხოლოდ როგორც ტერიტორია შეიძლებოდა, მაგრამ ინვესტიციის გაწევის შემდეგ საკმაოდ სოლიდური რამდენიმე 10 მილიონი ლარი ეღირება, რა თქმა უნდა. ამ ქონების ესე იგი 31%-ის მფლობელი გახდა მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი ჯორჯ ალასანია. არა, ეგ კარტოდრომია. ბატონო? ეგ ავტოდრომი არა, ეგ კარტოდრომი. დიახ. კარტოდრომზე თუ საუბრობთ, კარტოდრომი ეს არის ლუბლიანას ქუჩაზე, საავადმყოფოების რიგი რო არის BMW-ს ცენტრის გვერდზე არსებული დახურული კარტოდრომი კომპლექსი, სადაც ბავშვები მიყავთ, ესეთი ატრაქციონია, ფულს წერს, ბავშვები ხარობენ, მაგას ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მფლობელები არიან აი ეს ადამიანები, რაც გითხარი და ოჯახის წევრებზე როგორ ანაწილებდა და ახლობლებზე ქონებას ამის თქმა მინდა, სხვისთვის არტყელ ქონებას, ესე იგი თავის ბიძაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯორჯ ალასანიას 31%, თავისი ექიმის შვილს ნიკოლას ყიფშიძეს ასევე შეერთებული შტატების მოქალაქეს 31%, ასტრადიღობს 30%. სხვათა შორის ბოლო ჩამოსვლა რო იყო მაგათი შარშანწინ. წლის ბოლოს რო ჩამობრძანდნენ, ხო? თემურ ალასანია და მაგისიშვილი, ხო? თუ 3 წლის ბოლო იყო ეს მახსოვს. ნუ ერთი შეხედვით თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის აი იმ პერიოდს ემთხვევა მათ მიერ მფლობელების გრაფაში ცვლილება და ეხლა მფლობელები დღეს ფიქსირდება, ეხლა ამას სახელს რო არ ქმევენ ხოლმე რაღაც limited property pimp-pampo რაღაც სახელებით შეიცვალა უკვე თქვენ ხარ ჩემი ბატონი, ნუ რა თქმა უნდა პანამაში თუ სადღაც ოფშორული კომპანიებით ჩაანაცვლის. როგორ? ოფშორული კომპანიებით არის პანამა და რაღაცების ჩანაცვლებული და თქვენ ხარ ჩემი ბატონი. კითხვები თუ არის? რაიმე ხომ არ დაგრჩათ თქვენ სათქმელი ბატონო შავა? სათქმელზე მეტი საკეთებელი გვაქვს ყველას ერთად და მე ბედნიერი ვარ რომ მუშაობ კლავ მემსახურები ჩემ ხალხს
ჩემს თანამოქალაქეებს, მე 4-ჯერ გახლავართ საკრებულოს წევრი, ჩემ გუნდთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად და კიდევ ერთხელ გაძლევთ სიტყვას, რომ არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს სამართლებრივად, შეფასდეს და მათი ხსენება აღარ უნდა იყოს. გასაგებია, მე მინდა თქვენ და თქვენი სახით თბილისის საკრებულოს თითოეულ მის წევრს დიდი პატივისცემა დაუდასტუროთ ჩემი და კომისიის სახელით. მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის. თქვენს მეუღლეს დაუდასტურო ასევე როგორც ყოფილმა სპორტის მინისტრმა დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ მიუხედავად ამ ბევრი უბედურებისა ის დღემდე ემსახურება სპორტის მუზეუმს. ერთგულად ასევე საავტომობილო ფედერაციას, რომლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი თქვენ იყავით და ჩემი მინისტრობის პირობებში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მართლაც რომ გულანთებული რბოლელებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია და ის დღემდე ასე აგრძელებს საქმიანობას. თქვენ მადლობა ყველაფრისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დოკუმენტები თქვენ კი წარმოადგინეთ, მაგრამ სანამ ჩვენ ამოვწურავთ ჩვენი უფლებამოსილების ვადას, რომლის ერთი თვითგაგრძელების საკითხი ხვალ იქნება განხილული საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აი ამ პერიოდში თქვენ გააგრძელებთ ჩვენთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ დასკვნაში სწორად და შესაბამისად აისახოს თქვენი საქმის მრავალმხრივი ასპექტი, იმიტომ რომ ეს არ არის ერთკომპონენტიანი საქმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო შალვა, წევრებს ვთხოვ რომ 15 წუთში განვაახლოთ სხდომა, ვინაიდან უკვე შემდგომი პირი წარდგება ჩვენს წინაშე, ჩვენ არაპირდაპირ პრინციპში გავაგრძელებთ იმ თემას, რაც ბატონმა შალვამ დაიწყო, ჩვენი შემდგომი მოწვეული პირი იქნება ბატონი, თქვენთვის კარგად ცნობილი დარწმუნებული ვარ, ბატონი მამუკა კვარაცხელია, შემდეგ საყოველთაო ცნობილი და საყვარელი ყველასათვის ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე და ეს თემა გაგრძელდება იმ გაგებით, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ იმ რეჟიმის ფარგლებში სპორტის მიმართულებითაც როგორ ებრძოდა სახელმწიფო შეთანხმებულად სხვადასხვა სტრუქტურა ერთიანდებოდა ორკესტრირებულად სპორტის განვითარების წინააღმდეგ და ამისათვის არ ერიდებოდნენ არამხოლოდ ქონების წართმევას და წამებას, როგორც ეს თქვენ შემთხვევაში მოხდა, არამედ ასევე სხვადასხვა ტიპის დანაშაულებსაც, სხვა არაფერი ქვია, მაგრამ დანაშაულიც ხანდახან რბილად გამოიყურება როგორც ტერმინი მათ საქმიანობასთან მიმართებაში, გატაცებები, წამებები, ასევე ზეწოლები, როდესაც თქვენ ასევე აღწერეთ, რომ როგორმე სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი არ გამხდარიყო ის, ვინც სპორტსმენებს სურდათ, არამედ გამხდარიყო პოლიტიკური ხელისუფლებისთვის. დღეს ეს ხაზია ამ კომისიის მუშაობის ამ ფედერაციებს ერთგვარი. დღეს ეს არის დიახ თემა და მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე გააგრძელებენ სხდომას ჩვენთან ერთად თქვენს შემდეგ. მადლობა და დროებით გემშვიდობებით. მადლობა თეთრ თქვათაგას.